ნომერი 19 რატი ჟორჟორიანი, ნომერი 20 ნიკა წილწივაძე, ნომერი 21 რეზი ბროძელი, ნომერი 22 მამოკა ნინიძე, ნომერი 23 რომა მახათაძე. გუნდის მთავარი მსმელი ლევან დათუნაშვილი. სააგო კლუბი ბათუმი. ნომერი 1 გიგა კობახიძე, ნომერი 2 საბა ხონელიძე, ნომერი 3 იონა პირცხალავა, ნომერი 4 გიორგი შარვაშიძე, ნომერი 5 გაგა არაბური, ნომერი 6 გიორგი შუკაკიძე, ნომერი 7 გუნდის კაპიტანი ლაშა ფოფხაძე, ნომერი 8 თორნიკე აკუბარდია, ნომერი 9 გიორგი მარგალიტაძე, ნომერი 10 რეზი ჯინჯოლაშვილი, ნომერი 11 პიტერ ვილიამსი, ნომერი 12 ბუბა ნოზაძე, ნომერი 13 კვეიკლე ტამბუ, ნომერი 14 ზურა ნინიძე, ნომერი 15 ვაჟა მიკაძე. თადარიქში არიან ნომერი 16 თორნიკე გაბელაია, ნომერი 17 ალეკო შამილიშვილი, ნომერი 18 რეზო მარგალიტაძე, ნომერი 19 ნუკრი ფერსელიძე, ნომერი 20 გიორგი თხილაიშვილი, ნომერი 21 არჩილ თურმანიძე, ნომერი 22 ოთარ მეტრეველი, ნომერი 23 რომა მახათაძე. გუნდის მთავარი მსმელი ირაკლი ნინიძე. დღევანდელ მატჩებს საყურება მატჩის მთავარი არბიტრი. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია რაგბი TV და ასევე რა თქმა უნდა დიდი 10-ის მეორე ტურის გათამაშების პირველი შეხვედრა, სადაც ბათუმი სახლში მასპინძლობს გორის გორს. მე ლუკა კილასონია ვარ, ჩემთან ერთად იოსებ ჯაფარიძე იქნება. თქვენ დღეს მოგემსახურებით ჩვენ. გამარჯობა სოსო. ძალიან დღეს ხო? დღეს ღამე კი ასევე შავი ლომის და რა ძალიან ხო და მოულოცო და მადლობა უთხრა ყველას, ვინც ეს შეძლო და შავი ლომის პირდაპირ ეთერში ყურების საშუალება მოგცა. აღარ გავაგრძელებ და პირდაპირ გადავალ შემადგენლობების გამოცხადებაზე. ბათუმი პირველი ხაზი გიგა კობახიძე, საბა ხონელიძე და იონა ფირცხალავა იქნებიან. მეორე ხაზში ზურგს ერთმანეთს გაუმაგრებენ გიორგი შერვაშიძე და გაგა არაბული. მესამე ხაზი გიორგი შუკაკიძე 6 ნომრით, 7 ლაშა ფოფხაძე და გუნდის კაპიტანი თორნიკე აკუბარდია შეკრავს შერკინებას. ნახევარდაცვა გიორგი მარგალიტაძე 9, 10 რეზი ჯინჯოლაშვილი, 1 ფრთა პიტერ ვილიამსი, ბუბა ნოზაძე ნომერი 12, 13 ყავეკინი ტაბუ, ზურა ნინიძე 14 და ფულბეკად, ანუ იგივე 15 ნომრად იქნება ვაჟა მიკაძე. გუნდის მენეჯერი გიგა ხოჭოლავა, ხოლო მწვრთნელი ირაკლი ნინიძე გახლავთ. ხო, მეც მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, არ დამცალდა მოსალმება, ისე ტემპში დაიწყო ჩვენმა მეგობარმა და უფროსმა ლუკა კილასონიამ. რა შეიძლება ითქვას ამ ორ გუნდზე, ბათუმი კლავინდებურად დომინანტი ჩანს, ესე ვთქვათ, გასული სეზონის შემდეგ ძალიან კარგი პირველი მატჩი ჩაატარეს მათ წიქარას წინააღმდეგ, სადაც უნდა ვთქვათ, რომ უპრობლემოდ გაიმარჯვეს იმ შეხვედრაში. პიტერ ვილიამს უნდა გამოყვა აუცილებლად იმ მატჩიდან, რომელმაც არ ვიცი, ფენომენალური მატჩი ჩაატარა, გინდა დაცვაში, გინდა შეტევაში და მოკლედ თლიანად გუნდიც ძალიან კარგი იყო. რაც შეეხება გორის გორს, მათ მოგეხსენებათ აიასთან დამარცხდნენ, რაღაც 6 ქულით თუ თან მარცხის წაგების ერთი ძალიან კარგი შტაბის გადაჭრას, კარგი გახსნით თამაში იყო და ძალიან კარგი თამაში. იმის და მიუხედავად რომ თავიდან ცოტა თამაში, ესე ვთქვათ, შეკრული იყო, ვერ იხსნებოდნენ, მერე ნელ-ნელა ეს პირველი წნეხი რომ მოიხსნა, ძალიან კარგი მატჩი წარიმართა, კარგი ლელოები გავიდა, რაც მთავარია და მოკლედ თვალსასეირო რაგბი ვიხილეთ განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ბევრი რომ აღარ გამიგზელდეს გორის შემადგენლობას წავიკითხავ. გორის სული და გული მიხეილ ორაგველიძე დაბრუნდა ძირითად შემადგენლობაში. ის წინა შეხვედრაში მარკაპიდან შემოვიდა, დიმიტრი ხურცილავა და ირაკლი პურიჭამიაშვილი იქნებიან 3 ნომრად, ვლადიმერ გოგოლიძე გუნდის კაპიტანი, კობა ტატულაშვილი მეორე ხაზში, ვანო ბურდული, პაატა გალდავა და საბა ჯღარკავა იქნება მესამე ხაზში. რაც შეეხება ნახევარდაცვას, ლევან ხუციშვილი და გელა ხელაძე, ფრთებზე გიორგი ჯობავა და დავით თვარაძე, ცენტრში სერგი ჩხაიძე და ნიკა ჭიღვინაძე, რომელიც დაბრუნდა საქართველოში და
გააგრძელებს ასპარეზობას გორის გორში და რაფაელე ტუნინდაუ იქნება 15 ნომრად, ვაჯა სოიტაშვილი მენეჯერი, ლევან დათუნაშვილი გუნდის მთავარი მცველი. რაც შეეხება, მოდი მოგახსენებთ ჩემს კოლეგებზე, გიგა მშვენიერაძე იქნება მატჩის მთავარი მსაჯი, სულხან ჩიხაძე და დავით ბალუაშვილი დაეხმარებიან კიდეებიდან და პაპუნა ჭიქაბერიძე იქნება ვიდეო რეფერი, ტარიელ მარგველაშვილი კოლაბიძია იქნება დელეგატი, მეოთხე მსაჯი მარიამ მახათაძე, ჟიური იქნება ზურაბ-დოლიძე და ფხიზელი თვალი ესე ვთქვათ გელამ მშვილდაძე. მდივანის ყავს ასლან დიასამიძე, იგივე მდივანს კომისარს. აგერ და აგერ ქუთაისური საჭთა ბრიგადა ემსახურება დღევანდელ შეხვედრას, ხალხო. და ხო, იდენტური თამაშია, ესე იგი, რახან ორი გუნდი ამოვიდა წლევანდელ ჩემპიონატში პირველ ლიგიდან, ესე იგი, პირველ შეხვედრაში ბათუმმა წიქარას სლია და იდენტური თამაშია, რომ პირველ ადგილოსანი ამოსულ გუნდს ეთამაშა, იგივენაირი თამაში მიმდინარეობს დღეს. აგერ გელა ხელაძე იქნება ბურთით გადაიწყებს ჩვენმა ჩვენიერი საფარია ბათუმში და ვიმედოვნოთ რომ წვიმები ძლიერ არ დაამძიმებს მოედანს და მთელი სეზონის განმავლობაში ბათუმი ითამაშებს ბუნებრივ საფარზე კი მიცა გიგამ ჩვენიერაძე ნიშანი და როგორ ესე ვთქვათ ავანჭურულად დაიწყო გელა ხელაძე მაგრამ ბათუმელები ფხიზლად აღმოჩნდნენ და იგდეს ბურთი გიორგი მარკალიტაძე ერთ-ერთი მთავარი დანამატი არის ბათუმელთა რიგებში ისე მოგეხსენებათ სტეფან წმინდის ყაზბეგიდან დაიმატა ბათუმა შავლომში აქვს მას არაერთი მატჩი ჩატარებული ასევე ასაკობრივი ნაკრებები და გზურანინიძე აქ ასე რა ხდება ხო საჯისხმანი და არ შემოვა როგორ ფიქრობ ლუკა მე მგონი კი შემოგვივა ცოტა ხანში ბატონო ლევან თუ შეიძლება საჯისხმა დაგვიბრუნეთ აგერ გულთვილის მისალმება დიდი ხანი არ უნახავს ორ ქუთაისელს ერთმანეთი პაატაგალდავა იგა კობახიძემ მოინახულეს ერთმანეთი ახლოდან აი ხედავთ კიდის მსაჯს დავით ბალუაშვილს ი ბატონო ეწყობა პირველ სადაც ბურთს ხო გორის შეაგორებს ნახოთ უნდა აღნიშნოთ რომ გორმა რამდენიმე შერკინებაში აჯობა ქუთაისაიას რაც გამიკვირდა და უნდა თქვა სერგი ჩხაიძის მიძალება პირველი კონტაქტი გორელებმა ცენტრში განახორციელებს ბურთს ძელი გადაცემა სწორი გადაცემა უნდა აღნიშნოთ კი სიტუაციიდან გამომდინარე ლევან ხუთიშვილმა კარგი პასი გაუკეთა აქ თანაგუნდელებს ისევ ლევან ხუთიშვილი გამორჩეული თმის ვარცხნილობით არის ლევანი და არ გამოგვიპარება არსად და აქ როგორც ჩანს თამაშგარე კი ბატონო მეორე წუთზე მივიღეთ თამაშგარე მოედნის ცენტრში რაც დარწმუნებული ვარ გელახელაძეთვის არ იქნება რთული დასარტყმელი რადგან საკმაოდ ძლიერი ფეხი აქვს და ნახოთ ხო, მოედნის ცენტრში არის. შერკინება შეეხეს, ოსოდამ დაგეთანხმები წინა თამაშზე, სადაც გორის გორმა გახსნით თამაში სახში ქუთაისის. აია საქართველოს 2024-25 სეზონის ვიცე-ჩემპიონი მიიღო. შერკინებაში საბოლოო ჯამში უფრო ძლიერი აღმოჩნდა, მაგრამ ეს 14 წუთის განმავლობაში ხოლო ისე რამოდენიმე შერკინებაში მართლაც კარგად მიაწვენ. ძლიერი შერკინება ყავს გორის გოლს. პირველი შერკინება რომელიც და პირველი სამი ქულა მოიპოვეს სტუმრებმა ამ შემთხვევაში 10 ქულა გახლავთ. როგორც ძლიერი შერკინება ყავს და აგერ ძლიერი ფეხი აქვს გელა ხელაძეს. გელა ხელაძეს უკასრავად ხო ამერია. პირველი შერკინება თუ დაინახეს ოსო კი თავიდან კარგად დადგა და ვერ ვიტყვი რომ რომელიმე მხარემ ძალიან დაჯაბნა. უბრალოდ ვერ გაძლეს და ბურთი ისიც იყო გასული იყო და მე მიგამშვენიერზე ჩემი გადმოსახედიდან სწორადაც მისცა უფლება რომ ეთამაშათ ბიჭებს. ალბათ მე ისიც დავინახე რომ გორმა ცოტა წნეხი იგზნო მეტოქისგან და ამიტომაც სწრაფად გაიტანეს ეს ბურთი. აბა რაფაელ ტუნდანო სახიფათო აქ ლეგიონერების დუელი ვიხილეთ. აქ ძელდება. უხრა კარგი ამოგდება. რა კარგი ბოჭო აქ. ბათუმელების მხრიდან ინარჩუნებს ბურთს ამასობაში გორი კარგად უტევენ.
გორელები და არ გადაგორების უპირატესობა აქვთ გორის გორს, ნახოთ. რას მოიმოხნენ ჯერჯერობით ხელდახელ თამაშობენ შეკორება და სავარაუდოდ დააბრუნებს გიგამშვენიარეზე ჯარიმას. და აი შეინადრის მსაჯის ხმაც შემოგვიდა. ხო, მადლობა ბატონო ლევან. ხო, ეს უკვე ცოტა ასე ვთქვათ განგაში სიგნალი უნდა იყოს ბათუმისთვის, რადგან ორჯერ დაჯარიმდნენ, რაც და გენ მეორეჯერ ეძლევა შანსი გაცილებით მარტივი პოზიციიდან გევახილოდეს რომ დაარტყას ჯარიმა და 6 ქულამდე გაზარდოს თავის გუნდის უპირატესობა. ამინდმა როგორ გაუმართლათ ბიჭებს, ესე იგი ეს ბოლო 2 დღე რაღაცა უბრალოდ ჩამოაქცია ცა იმდენი წყალი ნალექი მიიღო მე მგონი საქართველოს რომ აღარ დაჭერდება მოორწყვა кайხანი არაფერს, მაგრამ ამ შემთხვევაში მშვენიერი ამინდი გვაქვს, ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი თუ შეიძლება ესე თქვას რომ მზე ამ შემთხვევაში გორს მიანათებს თვალებში. სხვა სუფთას არ აგბო ამინდი გახლავთ. 6-0 დაწინაურდა გორის გორი. მეხუთე წუთის მიწურულს. ბურთის გარშე არ გამოვა რაგბი. თუ არ ვწდები სოსო სპორტის ბურთით თამაშდება და არც ერთი არ შეიძლება ბურთის გარეშე გათამაშდეს. აგერ ბათუმელთა სამწვრთნელო შტაბი ის თაოსნობით და აქ რა ხდება? კარგი ბოჭვა მოხდა ვანებურდოს ჩუკაკიძისგან და ბათუმა დაიტოვა ეს ბურთი კობახიძე თვითონ მივიდა ორმაგი ბოჭვა. როგორც ცივი შხაპი მიიღო ბათუმა გორისგან. მარგალიტაძე ჯინჭველაშვილი კარგად გაითამაშეს ბათუმელო ტამბუ ძალიან სახიფათოა შევიდა შიგნით ამდენიმე მოთამაშე და ამას პლუს 2 მორკინალი ისევ ბათუმელები მონოტორულად იწევენ უტევენ მაგრამ წინსვლა ჯერჯერობით ვერ მოახერხეს შარვაშიძე რომელიც რუსთავში ასპარეზობდა რუსთავის ხარებში ისევ ბათუმელები კობახიძე ხო მე რამდენჯერ აიღო არა კობახიძე ძალიან აქტიურია გან ჯინჭველაშვილი ტამბუ სახიფათოა ძალიან ტამბუ წამოვიდა ხონიერი არის და ძალიან კარგად შეუძლია წინსვლა და ბურთი ამოვარდა მაგრამ დარჩათ გორელებს საბოლოო ჯამში ხო და აქედან 22-ს გარეთ არიან და ნახეთ როგორ ჭკვიანურად იქცევიან ეს ახლა ჩაითვლება რომ რაქია და რა თქმა უნდა აქედან პირდაპირ გადასვლა შეუძლიათ სასიამოვნოა რა როცა ხედავ რომ მოთამაშეებმა წესი კარგად გარკვეულნი არიან და თუ მიუხედავად იმისა რომ მარტივი წესია ყოველ შემთხვევაში ეს მაინც შევაქოთ გორის ბიჭები რეზი რა კარგად მიიღო ჯინჭველაშვილმა ბურთი მიხმარება იქ საჭირო ხო რეზი ჯინჭველაშვილზე 1-2 სიტყვით შემდეგ მოგახსენებთ რომ ამის დრო იქნება მარგალიტაძე გაიტანა ისე უჯარი მოთიცავს თავს და შეიცვალა შეტევის მიმართულება მიქაძე ნინიძე სადარი ბურთი საინტერესოა ფოფხაძე თუ არ ვწდები კარგი იყო კიდევანი მარჯვენა ფლანგზე წამოვიდა შეტევა იქვე ახლოში განახორციელეს ფიზიკური დაჯახება არც თუ ისე კარგი გადაცემა ამიტომ მოუწევთ ახლა ამოწევს ალბათ გორი ხას ასეც ხდება ისევ ოდნავ უკან დაიხია ბათუმის ბათუმა კარგად თამაშობს დაცვაში ამ შემთხვევაში გორის გორი ნახოთ მარჯვენა ფლანგზე გადავიდა შეტევას უწევნა გადაცემა გრძელი სიჩქარე აკრიფეს ბათუმელებმა კარგი თამაში მიდის სხვათა შორის არჩერდება და აქ მაგრამ მოხდა როგორ ჩანს რეზის ხო ეს უნდა მეთქვა რეზიზე რომ ტაოსთან გვახსოვს ჩვენ მატჩი თუ როგორი დაზიანება მიიღო მან ოპერაციის გაკეთება მოუწია ხო, როგორც ჩანს უპირატესობით სარგებლობს ბათუმი, ნინიძე კარგად შეტყდა, აქეთ იქით წამოვიდა, საბოლოოდ დაიკარგა ეს ბურთი და ბრუნდებით უპირატესობაზე. წინ თამაშის უპირატესობა იყო? კი, და დრო ჩერდება. იმედია, მაგრამ მოხდა როგორც ჩანს. იმედია რეზის არაფერი ჭირს. ხო, რეზიზე ვიძახდი, ოპერაცია დაჭირდა, ცხვირი აქვს, მსგავსი საშინელი ტრავმა
მოედანით შემთხვევა წინ მოხდა ტაოსთან მატჩი ასპინძაში და ამის შემდეგ ზოგადად რიზის გარეშე ბათუმს გაუჭირდა შაშანელ სეზონში, როდესაც ის არ იყო და თავის მძიმე ტრაუმის რაღაცა თავის მძიმე ტრავმიდან გამომდინარე მალე დაუბრუნდა ბათუმს და ბათუმი უკვე რეზისთან ერთად საერთოდ სხვა გუნდი იყო და კი ვნახეთ რომ გაახტნენ ჩემპიონები, აქ როგორც ჩანს არაფერი სუფთა დააშკარა იმ რაგში და უნდა გავაგრძელოთ თამაში. თამაშის მეორე შერკინება მე-9 წუთზე. ამ შემთხვევაში ბათუმი აგორებს ბურთს. წინა შერკინება თუ აყურივადევნეთ, გორმა შეაგორა, თავიდან ნორმალურად დადგა, მაგრამ ისიც იყო ბურთი გადიოდა და ოდნავ მერე უკვე ჩავიდნენ ქვევით, რაც ჩაიქცა, მაგრამ კარგად გავიდა საბოლოო ჯამში. ვნახოთ ეხლა როგორ წავა ეპიზოდი. დგას და ჯერჯერობით ძალიან კარგად დგას. და საბოლოოდ დააჯარიმა. ხო და პრაგმატულად იქცევა ბათუმი ამასობაში და ურტყამენ კარისკენ. და შეეცდებიან რომ შეამცირონ სხვაობა სამქულამდე. ნუ ალბათ აჯობებდა რომ მეორე მხრიდან გვენახა გამეორება ლუკა რასიტყვი რომ უფრო კარგად გამოჩნდებოდა დარღვევა თურაძე და როგორ იყო ბუბანოზაძე. კიდევ ერთი ძალიან აქტიური და კარგი მოთამაშე, უნდა ახსენოთ ბუბა. რამდენი წლის არის ხო არ გახსოვს? ეხა 20-ის დაბალი ტრაექტორით გაუშვა და მე მგონი ეხა უწევდა ოსტომნის სოფლიო ჩემპიონატის ფოთაშორის და გამოვასტინა. კარგი კომუნიკაცია. გიგამ შვენიერეძისგან მენეჯმენტს ცდილობს მოედანზე. აქ როგორი ესეთი უწყინარი შეცდომა ბათუმელებისგან და შერკინება და შანსი გორს მეტოქის ნახევარზე. მე-10 წუთისთვის მესამე შერკინება ცოტა ბევრი მეჩვენება. ხო, ბევრი. არა და ორივე გუნდი როცა ბურთით არის, უკა ცდილობენ რომ რაჩერება გარეთ ითამაშონ ერთი დარტყმა და შემდეგ ცდილობენ რომ სეზონა ეგრეთ წოდებით სეზონაში ბოლო ზონაში აითვისონ სივრცეები, ხო, ის შეცდომა, ხო, ნინძეზე უნდა თქვა რომ წინა თამაშზე ციხარასთან თუ გახსოვს სოსო მათიაშმა რო გაჭრა ხაზი საიდან დაეწია თან აუცი ელვისებურად გაიქცა მე მგონია გამოვიდა ძალიან კარგი შერკინებიდან სუფთად ბურთი გორელები ხელდახელად თამაშობენ გრძელი და ყელი კარგი გადაცემა ძალიან აქვს ჩანსი როგორიც ალი ხელით დარევს მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო შეტევა განახორციელა გორმა თვარაძე გადადევნეს კიდეზე აი მე-12 წუთზე თორცე პირველი დერეფანია სოსო. ო ჩავიწეროთ ეს. კარგი შეტევა იყო და ეს ყველაფერი კი აი გელახელადის ძალიან კარგი პასი, აი მოჭრი ფინრასელურ პასს ვეძახი მე ამას, ესე სისტრაფეში და სწორ დროს სწორ ადგილას მია. ნაკლებ კაცად ერეფანი უყენია ბათუმს და როგორი შანსი გაუშვეს ხელიდან ეხა გორელებმა იტყობა ეგ ერეფანში ჰაერში მოხდა როგორც ჩანს არა იქ ხელზე ბათუმის არის შეგენა ბათუმის არის არა მე მოგების დროს
გადაუვარდა. აუცილებლად ბათუმის უნდა იყოს აი ეგეთი იმხოცილავა ვერ დაიჭირა. ვერ მოახერხა ბურთის ხელში და ამორჩილება, მორიგი შერკინება. ხო, ძალიან კარგი კვაჭია იმხოცილავა უნდა აღნიშნო. კარგად ეს მის ესე ვთქვათ თამაში, რაც ხშირი არ არის ზოგადად. აქ ბათუმის დომინაცია შერკინებაში, რა თქმა უნდა. ხო, გორი ჩაგრება ბათუმთან. ჯერჯერობით. ბათუმთან ზოგადად დიდაჩი ყველა სუჭირს საერთოდ დადგომა. რამდენიმე გუნდს თუ არ ჩავთვლით. აბა ბათუმის შანსი მორიგი ქულების აქ ვერ გადაიტანა რეზი ჯინჭველში და დატოვა ტუნინდაუმ კი ბატონო დატოვა და მორიგი შეცდომა ბათუმელების აკარგად ითამაშა რაფაელიმ სერგი ჩხაიძე რას მოიფიქრებს გადაცემა ჩვენება იყო თვითონაც შეიძლება ბურთიც ამოვარდა მე მგონი და გავა კონცეტება უნდა წაიღოს ახლა აქედან ბათუმმა ოდნავ მორღვეული უნდა იყოს წესით გორის დაცვა ვნახოთ ინჯელაშვილი გრძელი გადაცემა ხო ეს კაცი სახი ბათუა გრძელი გადაცემა კიდევ ერთი წალი ხელით კარგად გაკოჭეს თავგანწირული კოჭვა გააკეთა იქ მთვარაძემ სხვათა შორის და ახლოში შეყვანა სწორად თამაშობს არაბული ძალიანო შეინარჩუნა და აქ კარგავენ ბურთს მაგრამ კარგი შეტევა განახორციელეს სანახაობრივი რაგბი ყვაჩვენმა ბათუმის ბათუმმა უჩვეულო შეცდომა გიორგი მარგალიტაძისგან მაგრამ უნდა აღვნიშნო მანამდე გაგარებული რა მაგრა წამოვიდა ინტერვალში რა კარგად დაინახა ჰენრი ფოლოკისეული შესვლა იყო შეგვიძლია ვთქვათ რა კარგად წავიდა მაგრამ ესე ბურთი რო დაეჭირა გიორგი მარგალიტაძეს და გაეშვა ერთი გადაცემა დარწმუნებული ვარ იქ რეზი ჯინჭველაშვილი ერთი პასით მოტეხავდა უკვე მთელი გორის დაცვას და პირველ ელოდს გავიდოდა მაგრამ უიღბლობა ბათუმის მხარეს ამ შემთხვევაში ხო ისე უკა უნდა აღვნიშნოთ ერთი რამ რომ ჩემი აზრით ჩემპიონი გუნდი უფრო მეტ გულშემატკივარს იმსახურებს ნამდვილად თან კაი ესეთ კაი ამინჩი ხო კი ბატონო მიუხედავად იმისა რომ პარასკევია აიც ალბათ ცოტა უფრო საღამოსაც რო ყოფილიყო თამაში უკეთესი იქნებოდა მაგრამ რაც არის ეს არის ლევან ხუციშვილი და მორიგი შერკინება გავიდა ბურთი შეგვინაძე აქ შეცდომა და აბა ვნახოთ ბათუმი რას მოიმოქმედებს ახლა ტამბო ძალიან გაუჭირდება გორს ამ შეტევის დაცვა შეინარჩუნეს რაკში ბურთი ხელდახელ უტევენ ჯერ კიდევ წინ ბოჭა შესრულებულია და აქაც გადავარდა ორმაგი წინ თამაში იქნება ხო ამით გორელებისთვის არაფერი არ იცვლება მაინც ნეხში არიან რადგან ბათუმი აშკარა დომინანტია შერკინებაში დარწმუნებული ვარ ჯერ მიაწვებიან ისინი შეეცდებიან რომ უპირატესობა მოიპოვონ და მერე უკვე ხელით ითამაშონ ზღვისპირელებმა მეხუთე შერკინება სულ ვერ დაიცავენ თავს შორის გორელები მიუხედავად იმისა რომ სივრცეებს კარგად იცავენ მაინც ხელა ტამბუს შეჩერება სისწრაფეში წამოსulis რაღაც ამდენიმე მეც მაინც მოგიგებს აუცილებლად და ზოგადად 22-ში რომ უპირატესობა იკვეთება იქ უკვე მე თავდაცვა ძალიან რთული ხდება აბა ვნახოთ მორიგი შერკინება მიაწვა ბათუმი ჯერჯერო გამოდა გამოყენებისკენ მოუწოდა გიგამ შვენიერაძემ ხელდახელ გაათამაშეს მარგალიტაძე რა კარგად შეუტია და ნინიძეს წინვალეო აი ამას ვიძახდი როდესაც უპირატესობას გადაკვეთ უკვე ასეთი კარგი მობურთავე ბიჭების შეჩერება ძალიან რთული ხდება და ამ შვენიერელო ნინიძისგან რა კარგი პასები გამჭოლი გადაცემები ბათუმელებისგან და 5-6 პირველი ლევო დღევანდელ შეხვედრაში
ამჯერად ზუსტია. ზუსტია, 7-6 გავიდა, მას ვინ წემიხარე წინ. გარდასახვა გაიტანა ბუბა ნოზაძე, ნომერი 12, ანგარიშია 7-6 ბათუმელთა სასარგებლოს. ბათუმი! 7-6 გავიდნენ ბათუმელები წინ. მე-18 წუთი, უბრალოდ უკვე მე-19-ის დასაწყისი, ცენტრიდან განაახლებენ გორელები. კი ბატონო, გელა ხევაძე რომელიც ფოთის აღზრდილია, შემდეგ ლელოში თამაშობდა, ითამაშა ასაკობრივი ნაკრებები და ახლა უკვე წამოვიდა გორის გორში, მეტი სათამაშო პრაქტიკისთვის. რა თქმა უნდა, არაბულია ესე შენ რო გიყვარს ჭკვიანური მოქმედებები, ის გააკეთა ზუსტად. მარგალიტაძე ეტეთი გამორჩეული 9 დიდაჩი ნოზაძე ხელი წამოვიდნენ. გაკუბარდია, სახიფათოა ძალიან დარჩაფეხზე. დარჩაფეხზე ისევ გორელები ბუბანოზაძემ რა კარგად დააკნია თვითონ წავიდა. ვეღარ გაუგეს ტუნი და სახიფათოა. კი ბატონო, თამაშგარის ძალიან გავდა. და რა თქმა უნდა, სულხან ჩიხაძეს არ გამოეპარებოდა მსგავსი რამ. სხვათა შორის მეორე ჯარიმა მე-19 წუთისთვის. ვითომ? არა, 1 2 3 მე-4 უკაცრავ. შერკინება ბევრად მეტია ვიდრე ჯარიმა, რაც აბალანსებს. ვითომ კი. რა კარგი იყო ნოზაძე ერთი დაქნევით მოტეხა წინთან პირველ ხაზელები ყავდა პურჭამეშვილი და ორაგველიძე და კარგად აუღო გორელთა დაცვის ხაზს და შეტყდა ეგრევე აბა მორიგი შანსი ბათუმს საბა ხონელიძე რომელიც ქუთაისს აიადან შემოუერთდა ბათუმს ორი ქუთაისელი ერთად ორი ხელით მოიგეს ბათუმელებმა და oi ძალიან რთული გაუხტულდებათ ეხა მე მგონი შეჩერება ბურთი სად არის ეს უნდა დავინახოთ წავიდა ძირს ჩაიხურა ხო ვერ გამოიყენეს ის უპირატესობა ბათუმელებმა რაც მოლის სტარტზე ქონდათ თითქოს დადგნენ რელსზე მაგრამ საბოლოოდ მაინც მოახერხეს ბათუმელი ვერ შეკრეს ესე ვთქვათ მოლი სერგი ჩხაიძემ სწრაფად დაარტყა და ძლიერად და გადავიდა მეტოქის ნახევარზე აქ სწრაფად შემოგდების შანსი ჯერჯერობით არის კიდევ არის როგორც ეხლა უკვე აღარ შეიძლება ხო დაისტვინა უკვე და აბა ხონელიძე ისე ბურთით ორი ხელით არაბულზე მარგალიტაძე ჭინჭველაშვილი დარტყმა მორკინალები შუკაკიძე ძალიან კარგი მიძალება გამოვარდა ბურთი ახლოში რა კარგად წავიდა ფანტასტიკური გათამაშება აბა კიდევ ერთი ამოგდება ესეც ძალიან კარგია ბათუმელები შევიდნენ 22 მეტრიან ზონაში მარცხენა ფლანგზე ჭინჭველაშვილი ახლოს შეყვანა კარგია რა კარგად თამაშობენ და ნოზაძე ვერ მიწვდა აუ აქ რა მოხდა მეგონი აქ მეგონი ყვითელბარაც გამოგრა ხელი ლევან ხუთიშვილმა რა კარგ რაკს თამაშობს ხო როგორც წესი ჯარიმა მხოლოდ კი ბატონო და რა კარგ რაკს თამაშობს ბათუმი და რა კარგად მოძრაობს გაგა არაბული თუ დავაკვირდით რამდენჯერ ჩაერთო რამდენი იმოძრავა კი ბატონო და წავედით დერეფანში ხომ მივადევნოთ ბათუმელთა დერეფანს თვალი ორი ხელი შეიკრა კარგად მოლი ატრიალებენ გორელები და საბოლოოდ დაუშალეს მოლი რა კარგად იმუშავეს და ისე ხო დაცვითი მოლი ძალიან კარგი აქვს გორს უნდა აუნიშნო ლევან დათუნაშვილმა კარგი სამუშაო გასწია პრესეზონზე ესე ვთქვათ
თავისუფალი დარტყმა ერგოთ ბათუმელებს და გადავლენ კიდეზე 22 მეტრიან ზონას მე მგონი გამოცდნენ. ნახოთ ისე შორს იმის და მიუხედავად რომ გიღავს საკმაოდ ძლიერი ფეხი აქვს, წნეხი განახორციელება ბათუმმა, მოგეხსენებათ თორსა თავისუფალია მოძრაობას რომ დაიწყებს დამტყველი, შენ შეგიძლია დახვიდე და არ მისცე დარტყმის, ხო ეს ძალიან ისეთი წესია რა, ბოჭის გაკეთება არ შეგიძლია, მაგრამ შეგიძლია დაუფარო და არ მისცე დარტყმის განხორციელების საშუალება. ორი ხელით მოიგეს უკანა ხაზზე ბათუმელებმა ბურთი, ახლოში შეიყვანეს ნოზაძე. რაკში თვითონ აკონტროლებენ ისევ და რა ხდება იქ? კაცმა არ იცის, სერგი ჩხაიძე დაიღუპა საბოლოოდ. ბურთს კონტრაქტი როგორც ჩანს შესრულდა, სად არის? რა ხდება? აბა შარვაშიძე ამოვიდა ახლოში ხონელიძეს დაიჭირა ბურთი. ტამბუ ცალი ხელით ამოაგდო იქ ინარჩუნებს რა თქმა უნდა. ყობახიძე მარჯვენა ფლანგზე გადავიდა შეტევა ჯინჯველაშვილი, გრძელი გადაცემა ფლანგზე. ნახოთ შიგნით შემოვიდნენ, გააუშვა ხელი წამოდგა, კი ბატონო. ახლოში შეიყვანეს კობახიძე, მარგალიტაძე. აიღე და მიეძალეზე გადავლენ შეეცებიან რომ ჩაითრიონ მორკინალები. ხო, გორი სხვადასხვა დიდი ხანია დაცვაშია. ტამბუა კარგად ამოუწია აქ ხელაძემ. კარგი ბოჭოები. აქ ცოტა ფეხები ზევით მომეჩვენა, ნახოთ თვით როგორ ჩანს მშვენიერებადაც ასე მოეჩვენა და დაინახა და აქ სწრაფად გაათამაშეს ბათუმელებმა, როგორც ჭკვიანურვა და ბუბანოზაძე. მეორე ლევოს ავტორი პირველ დაქნევაზე თუ კარგი ხაზი გაიჭრა და ჭვავე შეტევა იყო, აი აქ დაქნევაზე უკვე ლელო გაიტანა ბათუმმა მეორე, ხო, აი ასეთ ყრუდაცვაში ყოფნა ზოგადად ასეთი დომინანტური გუნდი. თან ასეთი მოთამაშე, ესეთი სკილებით, არ ვიცი. ძალიან რთულია დაიცვა. ლელა ბათუმელთა სასარგებლოდ გაიტანა ბუბანოზაძე, ნომერი 12. ოპ. ნოზაძე კარგად დაინახა იქ цаრიელი ადგილი და შევიდა და მიწა კიდევ ერთი ლელო 12-6 უკვე არ უნდა გაუჭირდეთ აქედან გარდასახვის საღებაც ბათუმელებს და 26 წუთისთვის უნდა გახდეს უცნაური ტრაექტორი გურტყამს ეს კაცი დაბლა დაუწინა ფეხი და ისე ქვევიდან დაარტყა ბუბანოზაძე კელა ხელაძე განაახლებს თამაშს წინ და შორი დარტყმით გადმოდიან ბათუმელები ჯობავა ხელაძე მაღალ აბრაგანს სწევს არაბულია არც თუ ისე დამაჯერებელი იყო მაგრამ რეზი ჯინჯულაშვილი ადგილზეა ხო კი და ვიტკენ მიდიოდა რეზი მარგალიტაძე გადავიდნენ კიდეზე საბოლოო ჯამში ხო ხო როგორც ჩანს სტრაფი შემოგდების ხო არასწორად შემოაგდო პასი გაუკეთებია
და მორიგი შერკინება. ხო, სხვა შორის კაი დრო გავიდა რაც ბოლო შერკინება. მე-15 წუთზე იყო და მთელი 12 წუთი შერკინების გარეშე. ეგრე არ უნდაო და ჩანს და მარგალიტაძე შემოგდებამდე მოძრაობა 10 მეტრი ჩავიდა ხო რა ყოფილა წინ პასი როგორც ჩანს მაღალი აბრაგანი აწია ამასობაში ჯინჭველაშვილმა და საბრძოლო ბურთია საბოლოო ჯამში გორელებს რჩებათ. ინარჩუნებენ ბურთს. და ლევან ხუციშვილი, ორაგველიძე. ნუ გამოყენებისკენ მოუწოდებს მშვენიერაძე. მაღალი ფეხი საბრძოლოა მიყვება მთვარაძე, ვინ იქნება პირველი ამ ბურთზე? ნოზაძე ჩაუვარდა საბოლოოდ. წინდა შორი დარტყმით 22 წლიანში შეაგდეს ბურთი ბათუმელებმა და აქედან ხელით მოაქვს ჯობავას. სახიფათოა, მაგრამ რისკა და ეს ხიფათი გაანეიტრალა ფოფხაძემ, შირგვინაძე წამოვიდა. იქ აწუხებს რაკში ბათუმი და სწორადაც იქცევა. საბოლოოდ ხელაძე გძელი დარტყმა. მშვენიერი დარტყმა გამოვიდა. ნაკლებ კაცსა დერეფანი უფრო სწორად დააყენეს ბათუმელებმა. ხო, ცოტა ტემპი დავარდა თამაშის, უნდა აღვნიშნოთ უკა. ტექნიკურმა წუნმა იმატა. ორი ხელით მოიგეს. ხო, არაბული მე საუკეთესო მგონია ნახევარ საათის განმავლობაში. როგორ მოიპარა მარგალიტაძე. მარჯვენა ფლანგზე უხრო კარგად თამაშობენ ამ შემთხვევაში ბათუმელები. კედელი გაითამაშეს ესე ვთქვათ. და დაიწვეს ბურთი საკუთარ ლელოსში გორელებმა გახადეს უქმი და იქნება ლელოს ხაზიდან განახლება. ხელაძე ხო დიდი ხანია. გორს არ შემოუთავაზებია რაიმე წვავე აბა ნოზაძე. და დააწოდა მიქაძეს ცოტა მაღალი პასები მოვიდა ბათუმელებს. ლიამსის ახიფათოა გაიქცა რამოდენიმე და შიგნით მიყოლაც ნახოთ რა ხდება. ხო, საინტერესო მომენტია ცოტა კადრი გაგვექცა ხო და არ ვიცით. ჯერჯერობით მსაჯები დუმან. როგორც პირამიდებიო ერთ სიმღერაშია. აბა ვნახოთ გამეორებას ძალიან საინტერესო კი, მაგრამ გორელების რეაქციითაც თუ ვიგებთ ეთქვა არ არის წესის დარღვევა. ეთქვა პასი დაბლა წავიდა და მერე ფეხი მიატყეს. მოусმინოთ თუ მსაჯებს. თუ გვეტყვიან რამეს. ხო არა. სასარგებლოა იტანა გიორგი შუკაკიძე ნომერი 6. 33 წუთზე უკვე კიდევ ერთი ლელოთი დაწინაურდა ბათუმის ბათუმი. ხო, ვილიამსი უნდა აუხნიშნოთ რა კარგი იყო. ვერაფერს დაუწუნებ. აი აქ შევიდა, იქ გაუცუდდა ბოჭვა. ხო, აქ შავს მოხდა ხელზე, შემდეგ ფეხი მიარტყა შუკაკიძემ და გაიტანა ლელოს არაფერი არ ემუქრება ამ გადმოსახედით.
შეასრულა უბან ოზაძემ და ანგარიშია 21-6 ბათუმელთა სასარგებლოდ. განაახლებენ გორის გორი შეხვედრას არ ეკნით ცენტრიდან 21-6 უკვე 15 გოლიანი სხვაობით არის შარშანდელი ჩემპიონი წინ. აბა გელა ხელაძე, ხომ ბათუმა იგდო უპირატესობა. იმ გაშვებული 6 ქულის შემდეგ მაღალი დარტყმა აქ რა კარგია. თუ არ ვწდები ფოფხაძე. კობახიძის დარტყმა. უკეთესი პოზიცია შეიქმნეს და გორმა დააჯარიმა ამასობაში ჟღარკავა. იმედია გაგვიმეორებენ. ხო, ალბათ კარში დარტყმაც შეიძლება, იმიტომ რომ ჩანს არა. წავიდნენ დერეფანში გორელები ვნახოთ მოლით რა შემოგთავაზებენ შიდა ქართველები. ხო, აქ 13 ნომერი როგორც ჩიღვინაძე გადის. მისთან სავარაუდოდ ლაშა დონაძე უნდა ჩაერთოს. ხო, თითქოს არაფერი არ სტკივა. ორა ვერ მოიგეს საკუთარი დერეფანი და ძალიან მნიშვნელოვანი დერეფანი შემიძლია თქვა. ადგილას დაკარგეს გორელებმა დიდი შანსი რომ რაიმე მოემოქმედებინათ. ჩინჩულაშვილი გადადის წინ, რომელიც არ ტოვებს ვონის ფარგლებს და გორელები წამოვლენ კონტრშეტევაზე. აქ გარეთ შეიძლებოდა. მაინც გააკეთა ეს გადაცემა, ჯობავა სახიფათოა წავიდა შემორბენზე, მაგრამ არა მიქაძე ფხიზლად არის. კარგი კონტრაქტი თითქოს ბათუმელებთან ხელით არ უნდა ითამაშონ, ხუციშვილი. დარჩათ ბურთი საბოლოოდ. ორაგველიძე. მიხეილმა შეინარჩუნა ბურთი. ზურგს უკან. ისევ ხელ და ხელ. კარგი გადაცემა, მთვარაძე ყავს მიყოლა, ბურდული. სულ მოძრაობების მთელი კასკადი და საბოლოოდ შებოჭეს. ციშვილია კალდავა თუ ჟღარკავა. მარცხენა ფლანგზე გადავიდა შეტევა, კარგი კონტაქტი იქ 22 მეტრიანში შევიდნენ. როგორც ხარტად გადახდა რა. ახლოში, ნინიძე შემოსულა როგორც ჩანს. ძალიან გამოცდილი ტუნიდაუ. ხუციშვილი. ხო, ცოტა დაიკარგა გორის შეტევითი სიმწვავე. ის აღნიშნავს რომ ბათუმი კარგად თამაშობს დაცვაში. და რაკიდან გადაუვარდათ ბურთი. ხო, ვფიქრობ გორმა უნდა დაარტყას კარში, რადგან გატანის შემთხვევაში 12 გოლზე შემცირდება სხვაობა და ჩვენ ვნახეთ თუ აიასთან მატჩი რა კარგად გაიხსნა თამაში მეორე ტაიმში და რა კარგი დილოები შემოგთავაზეს. იმის და მიუხედავად რომ დღეს გუნდის კაპიტანი და ლიდერი ნიკა ბიძაძე არ ყავთ, მაინც ამის და მიუხედავად ყავთ თამაშები როგორც ტუნიდაოა, ასევე ჯობავა, ვისაც შეუძლიათ ინდივიდუალურად თუ დარჩებიან ერთ-ერთზე მეტოქესთან შექმნან საფრთხე, მაგრამ ვფიქრობ მანამდე ქულების აღება აუცილებელია, კი ბატონო, როგორც ჩანს სადგამით შემოუტანეს, მაგრამ მეგონი გადაიფიქრეს. არა, აი მაინც დერეფანში მიდიან და შეეცდებიან რომ ლელო გაიტანონ. ჯობავა, რომელიც ხვამლის აღზრდილია და სწორედ ხვამლიდან შემოუერთა. გორის გორს, ხვამლი კი თავის მატჩს მეორე ტურში გამართავს არმიის წინააღმდეგ სტუმრად რაგვი პლატოზე.
17 საათსა და 0 წუთზე ეს მატჩი კვირა შედგება. ხო, სხვა თამაშებზეც რო ვისაუბროთ, აია ყაზბეგს დაუპირისპირდება ქუთაისში, აია არენაზე, ქუთაისშიც ბრუნდება რაგბი, ესე ვთქვათ, პილოტურში არ ყოფილა. აია არენაზე მატჩი, აია ყაზბეგს მიიღებს. 19 საათზე იქნება ხვალ უკვე წიქარა და არესის დაპირისპირება ავჭალის სტადიონზე, როგორც მოგახსენეთ, არ მიახვამლი იქნება კვირას. 17 საათსა 0 წუთზე მივადევნოთ გორელებმა მოიგეს ორი ხელი და კარგად აწვევიან თითქოს მიცეს ბიძგი ხურცილავა აკონტროლებს ბურთს მოლის ბოლოში იცვალეს ღერძი და აქ არაბული როგორ თამაშობს დააკვირდით პირდაპირ ბურთზე მივიდა მაგრამ სად არის ბურთი ძალიან საინტერესოა არ გამოჩნდა ბატონო და სად არის ბურთი ტაკულაშვილი ვერ მიწვდა ჩათulis მოედანს და კი ბატონო გაიტანა ვინ გაიტანა მიხეილ ორაგოელიძე გუნდის სული და გული ვეტერანი ესე ვთქვათ რომელმაც ლომისწვრილი დაიდო გორის უმაღლესი აღზევებაში გასულ სეზონში და 21-11 მაინც ესე ვთქვათ ჯიუტად წავიდნენ დერეფანში და გაიტანეს ლელო რა თქმა უნდა ლელო ჯობია ხო, ხარები ლელო დახურავს მეორე ტურს, რომელიც ხარები არენაზე გაიმართება. აი ესეც ძალიან საინტერესო დაპირისპირებაა ტრადიციულად ხარები ლელო, ესე ვთქვათ, ყოველთვის კარგი თამაში მიდის. შაშანაც ორივე თამაში ძალიან თვალსასეირო იყო და დარწმუნებული ვარ წელსაც იგივე იქნება. ხო, აქედან. ლელო გოლეთა სასარგებლოდ გაიტანა მიხეილ ორაგოელიძემ, ნომერი 1. დარტყმა თითქოს რა კარგად წავიდა და ზუსტია. 21-13 მხოლოდ 8 ქულა სხვაობა. ნუ ნახოთ ამ ერთ წუთში რაიმე თუ შეიძლება. ზუსტაჩიასოა კელახელაძე ნომერი 10. ანგარიშია 21-13 ბათუმელთა სასარგებლოდ. რედი ჯინჭველაშვილი განაახლებს. ბურთს თამაში. მოკან იმზე. თქვენს ეკრანებზე რომელმაც არაერთ სეზონი გაატარა ბათუმში და რა ბოჭვა მოხდა აქ ბურთულს და აქ მოიპოვა. ბათუმას დაკარგა ეს ბურთი და მაინც მიიღო ბათუმა შანსი. კიდევ წამოიწყოს შეტევა, ხო? შერკინება იქნება მათი. აბა ვნახოთ. გაზდის ისევ თუ არა ბათუმი უპირატესობას. დრო გასულიაო როგორც ქიქამ შვენიარაძემ გვამცნო. რა თქმა უნდა ბათუმი ეცდება რომ მიაწვეს ჯერ მოიპოვოს უპირატესობა. როგორც ჩანს ორივე ძირს წასულა. როგორც ჩანს საფარი ცოტა გაფუჭდა. არა, რაღაც შეიძლება ფეხი არ უდევს კომფორტულად იქ პირველ ხაზელს და ისე კი ოდნავ შეცვლა ასთხოვეს ბატონ საჯს. ხო, ალბათ იქით ამ მხრიდან ჯობდა ისევ გამეორება. თორე იქიდან ჩავარდა შეკინება. აბა ხომოგენატრ შეკინება დიდი ხანი არ ქონია. არა. და მე კი ბატონო მიიღო მაინც ბათუმა უპირატესობა აშკარად. ნოზაძე ახლოში ტამბუ გადაუვარდა და იქნება ჯარიმა. განზე გავიდა აშკარად გორი იმპაქტის შემდეგ მარცხნივ და სწრაფად გაათამაშეს აქ მარგალიტაძე. ოუ რა მაგარი ბოჭვა გალდავაზგა, მაგრამ ხონელიძე ფეხზეა. უპირატესობა არ აქვს როგორ ჩანს.
სად არის ბურთის საინტერესოა და დააჯარიმა გორმა. ამასობაში მოკლედ იჩქარა მარგალიტაძემ უნდა აღვნიშნოთ. და რა თქმა უნდა, ხელაძემ დაასრულა პირველი ტაიმი, შევისვენოთ მოთამაშეებთან ერთად 8 ქულა მხოლოდ სხვაობა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს მეორე ტაიმში, შევისვენოთ. დარჩით ჩვენთან.
და გიბრუნდებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დიდი 10-ის მეორე ტურის გათამაშებით, სადაც პირველი შეხვედრაა და ბათუმის სახლში გორის გორს მასპინძლობს. პირველი ნახევრის შემდეგ 21-3 8 სხვაობით არის ბათუმი წინ მე ლუკა კილასონია და იოსებ ჯაფარიძე ვართ თქვენთან ერთად დღეს და კიდევ ერთხელ შეგვხვდებით სხვათა შორის. კი ბატონო, ხომ ღამის ეთერში შავი ლომის თამაში გვექნება დღეს პირდაპირ ეთერში მეორე ტესტ მატჩი იტალიური ტურნედან. ხო, რა შეიძლება ითქვას პირველ ტაიმზე? მცირე, ასე ვთქვათ, უზუსტობებით დაიწყო ბათუმმა პირველი ტაიმი, რითაც ისარგებლა გორმა და ორი ჯარი გაიტანა, 6-ით 0-ს ამარცხებდა სტუმარი გუნდი მასპინძელს, მაგრამ შემდეგ ბათუმმა იპოვა თავის თამაში და თავის ელუსებურისის შეტევებით 3 ლელო გაიტანა, 3-ვე გარდასახა ბუბანოძაძემ. ხო, რაც შეეხება, ერთი საპასუხო ლელო გაიტანა მიხეილ ორაგველიძემ, რაც ასევე გარდასახა გელახელაძემ. მოკლედ 21-13 8 ქულამ, ხოლო სხვაობა და ჯინჭელოშუმა განაახლა თამაში. და აკრიტი და ეგრეთ წოდებულ მესამე ზონაში გაუჭირდა თვალადეს ამ ბურთსაღება და გელახელაძემ არც თუ ისე დიდი წნეხი დაადო ბათუმმა. ამ მომენტში არ და საკმაოისი დრო ქონდა ამისთვის. მიქაძე რეზი კარგად ამოწია ბურდულმა, ნინიძე ძალიან სწრაფია. ატოვებინეს ბურთი. კეთ მიქაძე ტამბუ სახიფათოა ძალიან თუ აკრიფას ისწრაფე, გაითავისვა ხელი. ვილიამსი ხო, სად გაძრა და მიყოლაც იქვეა. კარგად თამაშობს კი ბატონო, ძალიან ეპიზოდის გმირი გადაარჩინა საკუთარი გუნდი, ხო აქ ლევან ხუციშვილმა 22-შია გოლი და შეუძლია პირდაპირ დერეფანში გავიდეს შესაბამისად, მაგრამ ერთ დარტყმას განახორციელებელი იმისთვის, რომ გაიუმჯობესონ დასარტყმელი კუთხე, ის ჩათრეული მოთამაშეებით ადგენენ რაკიდან 9 ნომერიც ჩათრეული იყო შესაბამისად და ახლა უკვე უკეთესი პოზიციიდან დაარტყამს გორი ხელაძე. საკმაოდ კარგად უტყამს და აქ აუთამაშდა, რა თქმა უნდა, სწრაფად უნდა შემოეგდო და შემოაგდო კიდევ ჯინჭელაშუმა. მიქაძე წამოვიდა, გაშალა ნაბიჯები და იპოვა სივრცეები, როგორ აჩქარდა. ხო, კი. ძალიან წინ იყო. შეგვიძლია ვთქვათ. აქედანვე არ გამოიპარა საჯებს ეს მომენტი და შერკინება, მაგრამ ვაჟა მიქაძემ როგორი პოვა სივრცეები. ხო, ალბათ ჯობდა რომ ფეხითაც თამაშიც არ იქნებოდა ურიგო უილიამსისკენ, რა კარგადია რა. ხო. 1.5-6 მეტრით. და მორიგი შერკინება. ხო, მიხეილ ორაგველიძე გადავიდა როგორც ჩანს 3 ნომერის პოზიციაზე და რატი სამყურაშვილი დადგა პირველ ნომერზე, რომელიც შემოვიდა შესვლაზე. პური ჭამიაშვილმა დატოვა შესაბამისად მოედანი. მოკლედ მიხეილ ორაგველიძე 10 ნომერზე რო დააყენო 10-ს. ყველგანი თამაშობს. ხო და გასაოცრად კარგად გაშერკინება, ძალიან კარგი ბურთი გავიდა. და დაბალი ტრაექტორიით გადმოვიდნენ ფეხით წინ მოწინააღმდეგის ნახევარზე გორელები. საკმაოდ უხერხულად დაარტყა. სერგი ჩხაიძემ ნინიძეები ჯახი ვიხილეთ ახლა. რატოშლი სერგი ჩხაიძე არ უცხელებს, მაგრამ აშკარად მიწაზე იყო. ჩასული იდაყვებით იქვე იდგა. შვენიერაძე და ჯარიმა ერგო ბათუმს. რეზი ჯინჭველაშვილი, როგორი შორი დარტყმა და როგორი ხარისხიანი რეზისგან. მორიგი დერეფანი მოწინააღმდეგის 22 მეტრიან ზონაში ბათუმელების შემოგდებით, ბოლო კაცი გაშიფრეს აქ გორელებმა და ხელი შეუშალეს, საერთოდ კარგი კონჩეტევა გორელებისგან თვარაძე არა და თეთქოს ხელითაც შეიძლებოდა, მაგრამ საწავეა ბურთი. პირდაპირ გადავიდა კიდეც და იქნება დარტყმის ადგილის გასწვრივ. ეს კი ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი სულხან ჩიხლაძე. რა ხალხი თქვენ ჩვენს ტელეეკრანებზე.
რაგბის კავშირის ჩვენი თანამშრომლები. გამარჯობათ ხალხო. ხო, ვინც არიცნობთ, კოჩა კოჩა მაჭავარიანი გახლავთ და მიშა ხარატი. მიხეილ ხარატი. კომისრების უსტაბაში და მარკეტინგის თუ არ ვწდები, მიხეილ, თუ შემეშალა მაბატიე. არასწორი შემოგდების გულისთვის კი დაუბრუნდებით შეხვედრას შერკინება აიღეს აქ გორელებმა და ცოტა გამიკვირდა. ნუ საკუთარ შერკინება ის სხვა შორის კარგად განან. კარგად განან და ხო, ბათუმი როგორც ჩანს თავის შერკინება უფრო კარგად აქვს დამუშავებული და მაგრად აწვევიან. დარწმუნებული ვარ ახლა გორი მაინც სწრაფ გატანაზე გააკეთებს აქცენტს და თავის კარგ ხაზის მოთამაშეებს, მაგრამ თუ გაიტანეს კარგი შერკინება გამოუვათ კი ბატონო. აქ ძელი გადაცემა სერგი ჩხაიძე ფეხს უწყამს. ძელი და ძლიერი დარტყმული წინ, არა. ადგილზე არიან ბათუმელები. ნიკაძე მივიდა ჩხაიძეზე და დახვდა ჩხაიძე. კარგად დახვდა სერგი. მიუხედავად იმისა, რომ აქ წესიდარღვევა არანაირად არ ყოფილა, მაინც ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ გამართული შევიდა სერგი. კიდევ გავიმეორებ, რომ წესი მას ბოჭვის დროს არ დაურღვევია. ხო, ბოჭავი იყო და მეორეჯერ დაჯარიმდა სერგი ჩხაიძე სხვა შორის. ბოლო მონაკვეთში და რეზიჯიაშვილი კვლავ ხარისხიანად ურტყავს ძალიან. და გამეორებით. ხო, რა თქმა უნდა, ბოჭავია, სერგი ნათლად არ გამოსვლებია. როდესაც ძირს წავა, მაგრამ სხერის რომ გაუშვა და მე ჩახვიდა ისევ ბურთზე. აკუბარტია არაბული. ძიმე მორკინალები, ძიმე მეორე მესამე ხაზელები თუნელთა. 46 წუთი ამასობაში. ხონელიძე ბურთით. აქ ორი ხელით. კარგი მოლი შეკრა ბათუმა. აი და გამოიყვანა ორაგველიძე, კარგად ძალიან კარგად გამოვიდნენ ამ შემთხვევაში ბათუმელები და ხო დაცვის მოლში ძალიან მაგრამ მუშაობს გორი უნდა აღვნიშნოთ. ნამდვილად. კარგად აქვს ნამუშევარი მოლში. გორელებს როგორც დაცვით ასევე შეტევი. ხელაძე. ნუ თავისუფალი იქნება, ისევ ბათუმის იქნება ეს შეტევა. 10 მეტრიანამდე ამოვიდა ხელაძე. მორიგი დერეფანი ბათუმელების შესრულებით. ორი ხელით მოიგეს პირველ კაცზე ბათუმელებმა, მარცხნივ გავიდა, შეტევა ჯინჭოლაშვილი ახლოსში შეყვანილი ოკუპარტია, წავიდნენ წინ კარგად, ისევ მარცხნივ ფლანგზე გადავიდა შეტევა. ხელდახელ მიდის, წაიღო არაბულმა კარგად ბურთი, შეატრიალეს შეტევის მიმართულება ნოზაძე გრძელი გადაცემა. ოჰ, რა კარგი მომატყუებელი მანევრი და შიგნით შესვლა ბათუმელების შესრულებით, ბურთი ისევ მათ აქვთ. ბურთუმა რაღაცა იტკინა. დაკარგეს და კარგი ფეხი გორელებისგან, ტამბომ ჩაასწრო, ჩავიდა, აიღო ბურთი. დაიგზელებს აქ რაქს მარგალიტაძე ბოქსით, საბოლოოდ მაღალს დაარტყამს და საბრძოლოს. აქ ტრავმა არის. რა კარგია. რა მაგარი ბოჭო აქ ხაზისგან. მაღალ ბოჭვაზე აპელირებენ. გორელები, ტრაუმები წამოვიდა უკვე. აი ეს ბოჭვა. ხო, კარგი ბოჭვა იყო. ხო, ეს
ვერ ჩავთვლი მე ყოველ შემთხვევაში არ მგონია წესის დარღვევა იყოს. თითქოს მიწაზე იყო ხო, და ბოჭავიც მოხრილია და ვერ იტყვი რომ სორი ახსნა განმარტება მისცა ხლა ამ შემთხვევაში კი გამშერინებ მშვენიერაზე. თქვენ თვითონაც დააკვირდებით ქვევით მიდის ორივე. კიდევ ერთი შერკინებით გაანახლდება შეხვედრა. შერკინებს ვერ ვიტყვი რომ ცუდად მიდის პირიქით. შევაქებდი ბიჭებსაც და მსაჯებსაც. ხო, ჯობავა, სუნკურნალეს და დაუბრუნდა თამაშს. აღარ ვთქვათ მეგონი შერკინი. არა, მელოდებოდნენ გაწელეს რომ ჯობავა მანამდე ამდგარიყო და შეერთებულიყო გუნდს. ხო, რეზი მარგალიტაძე ჩემოსულა ამასობაში. ეს კი ბატონ, ნამდვილად. ვერ გაუძლო წმერს მარგალიტაძე. ძალიან შორს და ჩავარდა. ხო, როგორც ჩანს მეორე ტაიმში სურათი ცოტა შეითვალა შერკინებაში, თუ პირველ ტაიმში ძალიან დომინანტი იყო. ბათუმი მეორე ნახევარში ამ 11 წუთის განმავლობაში იგივეს ვერ ვიტყვი და კარგი შანსი მიიღო აქ გოლმა რომ კარგი პლაცდარმი მოიპოვოს შესატევად, რამდენად გამოუვიდა და ხელაძე არის ბრწყინვალე. უბრალოდ საიდან სად დაარტყა, მოკლედ დღეს უნდა ვთქვათ რომ მათი ნომერები კარგ ფეხს ურტყამენ. და ზოგადად დიდაჩი ძალიან დაიხვეწა ფეხით თამაში. ხო, აი თუ დააკვირდით იქ თეთრი სამი ნომერი ძალიან შლის ფეხს და მე პირდაპირ წვება მიწაზე, რაც წესის დარღვევაა და დაჯარიმდნენ და ნუ სიტყვებს გავიმეორებ ძალიან კარგად გადაიტანეს ფეხი გორელებმა, საკმაოდ დიდი მოედანი მოიგეს და თუ ბოლო ლელოს გადავხედავთ, სწორედ უფრო ახლოს იყვნენ ლელოს ხაზთან. მაგრამ მოლით მაინც მოახერხეს ლელოს გატანა. ვნახოთ აქვს თუ არა შანსი? არა აქვს. შუკაკიძე სახიფათოა პირდაპირ კონტაქტზე მივიდა, მაგრამ ჯობავას ძალიან ტექნიკური და კარგი ბოჭვა. ხუციშვილი გოჟდება ბურთებზე არა, ლუკა. კარგი ბიჭია ძალიან. მებრძოლი ბიჭია ძალიან. ტამბუ. აბა მიქაძე. ლიამსი სახიფათოა წავიდა ინტერვალში. თუ არაძემ შეიბოჭა მიქაძე. ბურთი ამოაგდო. და როგორ კარგად ითამაშა არა, ტექნიკურად ძალიან. აქ შეცდომა, მაგრამ ჯინჭოლაშვილი და უნდა რაკი ჩამოყალიბდა. 22-ში ხართო მეუბნება გიგამშვენია და რაც იმას ნიშნავს, რომ მე მგონი თვითონ გადავლენ ფეხით, კი ბატონო. თატოვა მოედნის ფარგლები, კი. და ერეფანს მოაწვის სადღაც 10 მეტრიან წყვეტილ ხაზთან. გორის გორი. ხო, გორმა უნდა მოიგოს ერეფანში ბურთი, რამდენიმე მნიშვნელოვანი აუტი ვერ მოიგეს გორელებმა. პირველ ტაიმში გვახსოვს ჩვენ 5 მეტრიანში წეღანაც ოლმეტოქის 22-ში ვერ მოახერხეს დერბის მოგება და სწორედ ალბათ ამიტომაც შემოდის ახლა რატი ჟოჟოლიანი ის დერეფანში ძალიან კარგად არის გაწაფული. თორნიკე ბუტაშვილის სკოლა გამოვლილი ესე ვთქვათ ლეოში და გამოცხადებელიც არის, მთავარი ფტომელიც არის და მოკლედ ვფიქრობ მის შემოსვლასთან ერთად გორის დერეფანი უნდა დაალაგდეს წესით. ხო და კობა ტატულაშვილი გავა. მოედნიდან. ну სავარგლო პაატა გადავა მეორე ხაზში, პაატა გადავას არაერთხელ უთამაშია ასაკობრივ ნაკრებში მეორე ხაზის პოზიციაზე, მეორე ხაზში. ლევან დათმაშვილი ჩამოვიდა ქვემოთ. ну ასე დონაზესაც ვხედავთ. ასევე როგორც ჩანს ჯობავას.
53 წუთის მიწურული 21-13. ნუ საკმაოდ დაძაბული თამაშია და ისეთი სანახაობრივიც. ორი ხელით მოიგეს გორელებმა არც თუ ისე კარგად და საბოლოო ჯამში ბათუმელებს დარჩათ ბურთი. აბა ფოფხაძე უკვე ბოჭვას ასრულებს აქ ნინიძე. მარგალიტაძე სწრაფი პასი ჯინჭველაშვილი გარეთ ნოზაძე ერთი პასი ვილიამსი მიიღებს წავა თვითონ აიყვანს კაც და მე გადასცემს ავარაუდოდ და რა ბურთი ვერ აიღეს აქ ბათუმელებმა 100%-იანი ლელო იყო. კი 100%-იანი ლელო იყო და რა კარგი შეტევა იყო აქ. ხო აქ რაღაცა ცირე უთანხმოება, მაგრამ არაფერი. ისეთი რა მაგარი შეტევა იყო ბათუმისგან. დასანანე სულ გული მწყდება ხოლმე ასეთ შეტევების ვერ დასრულებაზე. დასაჭერი იყო რა? კი, რა თქმა უნდა. ნუ ფლომასტერთა ხატია რა, უკან 15. დიდი 10-ის პროფესიული ლიგაში. ხო. მოგიტევეთ ბიჭებო, მაგრამ ეს შემდეგ თამაშს უნდა გამოასწოროთ. ალბათ სავარაუდოდ ვერ მოასწრეს ნომრების დაბეჭდვა. ხო, სულებზე ჯერჯერობით სეზონის მეორე თამაშისთვის. აბა ვნახოთ. რა სიზოს ამ შერკინებაში გორი. სწრაფად გაიტანს ბურთს, რა თქმა უნდა. გაატანინებს. პატივცემული მშვენიერაძე, ნინიძე, ფეხი, მაღალი, საბრძოლო და რა კარგად მიყვება აქ თვარაძეა თუ არ ვწდები, ვინ აიღებს ამ ბურთს ხაიძე. მაგრამ არ გავარდნიოთ წინ მე მგონი. იქვე გიგამშვენიერაძეს შიგნით შემოტყდა და კარგადაც შეინარჩუნა ბურთი. საბოლოო ჯამში თვარაძე, ნინიძე ახლა რა კარგი გათამაშება. ხარკავას, კარგი ტექნიკა. და ამოიღო აქ აკუბარდი ამ ბურთი რა კარგად დაждდა. აკუბარდი ამ ბურთზე და ძალიან მწვავე შეტევა შეაჩერა გორელების. გამეორებაზე აი ვნახოთ, ნუ აქ იზოლირებულია რა თქმა უნდა და დაასწროთ ჩასვლა. რეზი ბროძელი ძალიან გამოცდილი 9 ნომერი, ასევე გიგა ქუცნიაშვილი. საერთობიან მატჩი ორივე ტაოდან შემოუერთა. გორს ლევან ხუთიშვილმა კარგი მატჩი ჰქონდა, უნდა ვთქვა. კარგი ბიჭია ლევანი, მადლობა უნდა გადაუხატოს მას ახლა გორმა, კარგად ითამაშა ნამდვილად. და მიშიკოც სტოვებს. ხეო რა გველიძეც. ვა ამ კაცმა მეტი რა ქნას ეხა. თინცლის არის რავი. 40-ის სავარაუდოდ 39-ის. აქ ორი ხელი წინვალედ მოიგო ფოფხაძემ. ფოფხაძის ნაირი მოთამაშე დერეფანში ძალიან დიდი ფუფუნება აქვს. მარგალიტაძე გაიტანა. ნოზაძე ზურგს უკან ჯინჭველაშვილი, ისევ ზურგს უკან სუდი პასების თელი. და ვერ შეინარჩუნეს, ორმაგე წინ თამაშის გამო კიდევ ერთი შერკინება იქნება. კი ბატონო და შერკინება ახლა. გორის გორს. ლევან დათუნაშვილი. ახლა კადრი ჩვენს და დათავობჟანიძე იყო გორის ფიზიოზადების მწვრთნელი, ასევე 18 წამდე ნაკრებშიც მუშაობს. მორიგი შერკინება 48 წუთი გახლავთ, გორი შეაგორებს შერკინებაში კურსს, სავარაუდოდ კვლავ ეცდება რომ სწრაფად გავიდეს ბურთი. დადგა შერკინება, თან კარგად დადგა, უნდა აღვნიშნო, ასეთი შერკინება არ ყოფილა. სანატრელია კი ბატონო. თამაშს არ ყოფილა მე მგონი, სერგი ჩხაიძე. კარგი კონტაქტი ძლიერად დგას იგი ფეხზე, ბურთს ინარჩუნებს, მე აიღო, გაუშვა და შეინარჩუნა ისევ. რაკიდან კი გამოვარდა ბურთი, მაგრამ იყო შეხეს გორელებმა და სწრაფად შეინარჩუნეს ბურთი. ხო, აუთამაშდა. ბურთიანი უკეთებდა ბოჭვას, მე მგონი მოწინააღმდეგეს ასევე. ბურთს აუთამაშდა, რამაც უპირატესობა მისცა დაცვაში გორს და კონტრაქტში.
კონტრაქი, მაგრამ დაიცვა გორმა ეს ეპიზოდი. აქ ამას რაღაცა მოყვება აუცილებლად. გაუტანა ბროძელმა, ხელაძე გამოზომილი დარტყმა თითქოს, მაგრამ ძალიან კარგი კონჩეტების შანსი მიიღო ბათუმას სახიფათოა ვილიამსი. მაგრამ არიან ხა იქ გორელები და არ უნდა მისცენ. წამოიღო კი ბატონო, და ნინიძე რა კარგი შანსი მიიღო, თვარაძე მიყვება და უკნია. ხო, ნარავას ლელო გამახსენდა ზელანდია აფრიკის თამაში და ესე დაუკნია ჩელსის კლუბის, მაგრამ სად არის ბურთი ჩანს, როგორ ჩანს, გორელებს ძალიან კარგი შანსი აქვთ, რომ მინიმუმამდე შეიყვანონ, მიიყვანონ ანგარიში, აიღეთ არ უნდა გააჩერონ ბურთი თამაშიაო, გიგამ შვენიარაძემ თქვა. მაგრამ არ ყოფილა და ჯარიმა ერგება. ხო, როგორც ჩანს დაივინგი გააკეთა რაქის 1 მეტრიან რადიუსში, რაც წესებით დაივინგი ეგრეთ წოდებული ბურთზე დახტომა, არ შეიძლება რა ბევრი ტრავმა, საშან შემოვიდა ეს წესი და ამის გამო ბევრი ტრავმა იყო ხოლმე. ყოველთვის ეწერა სიმართლე გითხრა, უბრალოდ საშან შემოვიდა, რომ ყურადღება გაამახვილეთ ამაზე. ეს არის emerging ball, აი რაქიდან უშუალოდ გამოსულ ბურთზე, შეკრიბებიდან უშუალოდ გამოსულ ბურთზე დახტომა არ შეიძლება, როგორც უკვე სოსომ აგიხსნათ, რომ ხიფათი არ შეიქმნას. ესეც ეგეთი უცნაური წესი აქვს. ჩვენ საყვარელ სპორტს. ნიშნულოვანი დერეფანი გორს, რამდენიმე ნიშნულოვანი დერეფანი მათ ვერ ააგდეს, მაგრამ ჯორჯოლიანი შემოსვლასთან ერთად როგორც აღნიშნა, თქვი მანამდე რომ დაალაგდაბა გორის დერეფანი, ნიშნულოვან დროს და აბა დაემატნენ ხაზის მოთამაშეები. დატრიალდა. ფეხზე დგას ჯერჯერობით, ფეხზე დგას და სად არის ბურთი და ლელო აქ 21-18 ხდება ამასობაში ანგარიში. ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ეს კი ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი ვასე ტალახაძე. ლეგენდა. ძალიან კარგია თუ ასეთი ხალხი დაესწრება თამაშებს და გორის მული მუშაობს. კი, ვერაფერს გეტყვი, სოსიმანდელად. ძალიან კარგი მოლი ჩამოყალიბეს გორელებმა და 21-18, მოკლედ უაღრესად იძაბება ჩვენი თამაში და როგორც ესე ვთქვათ, ცნობილი ფრაზა სარაგბო, ბოლო ნამდვილი რაგბი, ბოლო წუთშიაო და აგერ ბურთი და აგერ მოედანი, თუ გაიტანა ნინიძემ საერთოდ ერთ ქულამდე შემცირდება სხვაობა და ძალიან იძაბება ჩვენი შეხვედრა მოკლედ. ნინიძე იყო წინა მატჩში ბრწყინვალე აიასთან ფეხით თუ არ ვთქვი 7-დან 7 გაიტანა. ახლა ვნახოთ კიდევ ერთ ორ ქულას თუ შემატებს. კი ბატონო, ყველა უხერხულად ურტყა უჭრის არა. რაღაცა ისეთ 21-20 62 წუთზე ერთ ქულამდე შეამცირეს ანგარიში სხვაობა გორელებმა. კარგი მოლი იყო. ცხრამეტ წუთი ქონია სათამაშო. ხო, აქ გაუმართლა. გაუმართლა არაბულს ლევრო დაიდო ამ ეპიზოდში. შეიძლება და ბარათი მიიღო. კი, ნამდვილად. ტექნიკური ლელო თუ იქნებოდა, უბრალოდ ყვითელიც მოხდებოდა, მაგრამ რახან გორმა ლელო დადო, მოკლედ ჯარიმაც აღარ დაიდო. ჭკვიანურად თამაშობენ, რა ვთქვა ხა აქ გორელები, რახან 22 მეტრიან ზონაში უნდათ, ესე იგი რა ჩამოყალიბებული იყო. პირდაპირ კიდეც არ გადავიდნენ. არა დატოვა ჯინჯოლაშვილი მარცხენა ფლანგზე ვილიამს ძებნის და იგი ხელით დაუწდა ფეხი და მორკინალებს ჩაუვარდა, მაგრამ მაინც ფეხზე დგას ეს კაცი ხელიდან წართვეს იქ. ნიკა წივწივაძემ ძალიან კარგად იმუშავა. მიწოჩ კოკითხილაშვილი შემოსულა. გიორგი თხილაშვილი. კოკი მისცემენ სახელია, კი ყველა ასე იცნობს, ამიტომ არავითარი ოფიციალურად წავიტყვი.
აქ წნეხში იყო კარგია, ვინ არის? მახათაძე დაბრუნდა იმ ძიმე ტრაუმის შემდეგ წინა თამაშში მიიღო მან წუთები და არაჩვეულებრივი ფეხით თამაში ბათუმელების შესრულებით. თუ არაძე წამოვიდა სწრაფად და სერგი ჩხაიძე ძლიერი ფეხია მას კარგი დარტყმა განახორციელა თუ არ გადაცდება ყველაფერს არა ვილიამსი რას მოიფიქრებს დააუტოვა რა თქმა უნდა მასე უკეთეს დამტყმელს და რეჟიმავე დაარტყა და გორელების მომენტუმი შეხვედრის 64 წუთზე ლელო გორელთა სასარგებლო მოიტანა მამუკანიმიძემ ნომერი 22 ხოლო გარდასახვა ლაშადონაძე ნომერი 23 ანგარიშე 21-20 ბათუმელთა სასარგებლოდ აბა მნიშვნელოვანი დერეფანი ძალიან ორი ხელი თქვათ კარგად ვერ მოიგეს, მაგრამ ბურთი წესით მაინც გორელებს უნდა დარჩეთ. დონაძე გადააწოდა აქ წააგო მანძილი გორმა, მაგრამ თავარია დაიტოვა ბურთი. ბროძელი ზურგს უკან ცხაიძე ისევ ფეხი რამდენად ალალზე იჭერენ. არ იყო კარგი დარტყმა. მისაუბრეთ დარტყმა არ იყო დღევანდელ მატჩში შეგვიძლია ვთქვათ პირდაპირ და მახათაძე ხათაძესაც თითქოს ისე მოარტყა ბურთს ფეხი, თითქოს აეჭრასავით და არც თუ ისე შორს 10 მეტრიანამდე ამოვიდა. ისევ გორის დერეფანი. ძალიან იძაბება ჩვენი შეხვედრა. კვატი შეცვალეს ამასობაში გორელებმა. დიმიტრი ხურციელოვას ნაცვლად ტარიელ ბერუაშვილი ჩაერთვება. ნახოთ მისი პირველი დერეფანი დღევანდელ მატჩში. მთლიანად გამოცვალა პირველი ხაზი. არავინ არ ამხტარა აქ და იქნება თამაში ბროძელი. ნინიძე მაღალი ფეხი საბრძოლო. ტამბუმა მაინც დაუტოვა საკუთარ გუნდს ბურთი კი ბატონო და რაკში თითქოს შეინარჩუნეს ბურთი. კარგი პასი, მაგრამ უყურადღებო ძალიან და სერგი ჩხაიძე. და საბოლოო ჯამში თუ არ ვწდები გორისგან გადავიდა, ხო? ბურთი კიდეზე. არ ვიცი. ნახოთ სულხან ჩიხლაძე საით გაიშორს კი. ხო, გორე მიარტყა. და 22-ში იქნება ბათუმის დერეფანი. ხო, არა და ის ბურთი რო აიღოთ, წავე შეტევა. კი, შეიძლება და განხორციელებული, ხო. ორი ხელით. კი ბატონო, მოიგეს ბათუმელებმა, გამოვიდა ხაზზე თხილაიშვილი, გაცდა 1 მეტრეს, წავიდა 2-ზე წინ და საკმაოდ ბევრი მეტრები მოიგო, თუმცა 22-ს გარეთ იყვნენ. გადაიტანა რეზი მეტოქის ნახევარზე თამაში, ტუნიდაუ რას მოიფიქრებს. თვითონაც ფეხით გადაიკიდა, მიყვება, კარგი დარტყმა გამოუვიდა. შუკაკიძე. არ უნდა ითამაშოს, თითქოს დონაძემ კი ბატონო ჩარჩენილია. ხო, დონაძეს ვარ ითამაშა ალბათ. მიცემდა შვენიერაძე გადაგორების საშუალებას ტუნიდაუს, მაგრამ გავიდოდა ბურთი უბრალოდ და მორჩებოდა მაგით. თან ისეთი ადგილი არის ეს ხა, მაინც იმდენად წვავე დაცვაში. ხო, პოზიცია არ არის და არ უნდა ითამაშა დონაძეს და არ დაჯარიმდებოდა გორი სავარაუდოდ. გამოვიყენებ ამ სიტყვას. კარგი დარტყმა რეზისგან, მნიშვნელოვან დროს. და მერვე წუთი ამასობაში.
მე კი შეგახსენებთ რომ დღეს 22 საათსა და 30 წუთზე შავი ლომი გამართავს მატჩს ბენეტონის წინააღმდეგ. ეს ჩვენ იტალიური ტურნეს მეორე მატჩია. და ვნახოთ. როგორ ფორმაში არიან ჩვენი ბიჭები? ხონელიძე არაბუზე კარგი დერეფანი ხაზე გავიდა კარგად გაათამაშეს ბათუმელებმა მაგრამ გორელები დაცვაში კარგად გაგი კონტაქტი ცენტრში თამაშია კი ბატონო აბა ფერსელიძე წამოვიდა აკრიფას ისტრაფე გატანებაც ძალიან კარგი იყო შამილიშვილმაც მოიგო რამოდენიმე მეტრი რამხელა უპირატესობას აკეთებენ ძალიან კარგი კონტაქტი და ჯარიმა საბოლოოდ 8 ნომერზე თამაშისთვის დაჯარიმდა გორი ხო ნახოთ რა სიზამს ბათუმი კიდეზე გადავლენ და ალბათ სავარაუდოდ მაგრამ უფრო სწორი იქნებოდა ალბათ რომ კარში დაარტყან და ნამდვილად ჯარიმის იმას გაცდებოდნენ თქო როგორც ჯარიმა აღარ ეყოფოდა წინ გასასვლელად უფრო პრაგმატული თამაში იქნება სწორი რადგან მეორე ტაიმში თითქმის არაფერი არ გამოდის ბათუმს უფრო გორელების ხარეს არის სათამაშო სიტუაციები არა მიდის ერთი წუთი აქვს დასაწყისი სწორია სოსო შენ კარგად გამოიცანი კარში მიუთითეს ბათუმელებმა და ესე იგი ჯარიმა არ ეყოფათ გორელებს რომ წინ წავიდნენ 24-ით 20 ოთხგულიანი სხვაობით გავიდა ბათუმი წინ 70 წუთი დაიწყო ამასობაში თორნიკე გაბელაია ჩაერთვება თამაში საბახორელიძესთან თქო ძალიან კარგი ახალგაზრდაა ბათუმის აღსდილია სხვა შორის თორნიკე და მე რომ საჯობა დავიწყე მაშინ ბელიგაში თამაშობდა და ძალიან კარგად დამამახსოვრდა რადგან ყოველთვის გამოირჩეოდა თავის მებრძოლი ხასიათით და უკვე დიდ გუნდშიც ამტკიცებს ამ ყველაფერს ახლა უკვე ნინიძე შეცვლები ხო შეცვლა აღარ ყავს გოლს ნუ როგორ ჩანს აღარ ყავს იმიტომ რომ ეხლა რო უყურებ მათ განაცხადს ოპა და გავდავა ხო ვიღარ დაბრუნდება სხვა შორის ტოპ 14-ში არის ასეთი წესი რომ სადღაც ბოლო წუთში შეგიძლია გაყვანილი მოთამაშეები დააბრუნო ოღონდ მორკინალებზე არის საუბარი რადგან მორკინალებს უფრო დიდი ჯაფა ადგება და შესაძლოა და განსაკუთრებით პირველ ხაზებს მაგიტომაც აი რომ იშვიათად იქ მესამე ხაზებზე შეგიძლია რომ დააბრუნოს მაგას მე არ მაინდა-მაინც არ დავეთანხმებოდი უფრო მეტი ხარისხი თუ გინდა თამაშის მე პირიქით ვემხრობი მაგ ყველაფერს ახლა მე მგონი გორი 14 დარჩა მოედანზე მე მგონი კი არა უეჭველი 14 დარჩა ხო აი 14 კაცით ბათუმთან შემდეგ სტატიკურ ფაზაზე დავთვლით მაგას ჩემო სოსო მანამდე ვერაფერს გეტყვით და ჯარიმა ისევ ჩარჩნენ ადგილას გორელები. კი ბატონო, მორი კი ჯარიმა ბათუმის ასარგებლოდ. 9 წუთი ქონია სათამაშო ამასობაში. აბა აი ბოლო ცვლილებები ცოთარ მეტრეველი იმზადება მასთან ერთად არჩილ თურმანიძეც შემოვა მოედანზე ორი კარგი ახალგაზრდა და მეტრეველი ტაოდან გადმოვიდა მაგრამ ისე არმაზის აღსდილი არის
გავიდა ხაზე, ნოზაძე, ტყილაიშვილი კარგად წამოვიდა და კარგად შემოვიდა ზოგადად. ამ მატჩში ნოზაძე აქ უპირატესობით სარგებლობს და ხო, ბევრი ჯარიმები მიეყარათ გორს და ოხ, რა კარგი ბოჭვაა, წივწივაძისგან. და ერეფანში დაუდგამს ფეხი. მაგრამ უპირატესობით სარგებლობდნენ მაღალი ბოჭვის გამო. რომელიც კოგითხილაიშვილზე შესრულდა, ხო აქ ну წავიდა ამჯერად დერეფანში და ხო რამდენჯერმე ვერ გადაიტანა დღეს ბათუმას ხოთა შორის დერეფანში თამაში რეზი ბროძელი განმოხდა საკუთარი 22-დან თამაში და სადღაც 10 მეტრამდე უნდა 10 მეტრიანამდე უნდა ამოსულიყო ხელ და ხელ უტევენ ისე ყორელები. კარგი ბოჭვა მოხდა და ბათუმელები უკაცრავად. ბევრჯერ დაჯარიმდა გორი უკვე ხოთა შორის და კი ბატონო აგერ გაისაუბრება ახლა. კი ბატონო. გაფრთხილება მიიღო გორმა მშვენიერაძისგან. ექვსი წუთიაო დარჩენილი. და კარები მიუთითეს ბათუმელებმა. ნახოთ ბუბანოზაძე. ხო, სწორიც არის. უკვე ლელოც გარდასახული ლელოც აღარ ეყოფა გორს. თუმცა ამ ნიშნულით ასეთი ანგარიშის ვერ აიღებს. იმიტომ რომ 3 ლელო აქვს ბათუმს გატანილი და 2 ლელო აქვს გორს გატანილი. არა, ნუგეშის ერთგულას ვერ აიღებს. გორი აიღებს, ბათუმის მოგების გასაგებია. ხო, ესეც რომ შევახსენოთ ჩვენ თავსაც და მაყურებელსაც სანუგეშო ხულები როგორი იწერება. მოწინააღმდეგეს თუ 3 ლელოთი განსხვავებით მოუგე, მაშინ გეწერება მოგების ნუგეშის ხულა, ნუგეშის რა იყო და მოგების ბონუს ხულა, დამატებითი 1 და თუ დამარცხებულს ნუგეშის ხულა გეწერება, მაშინ თუ გარდასახული ლელოს ფარგალში, ანუ 8 ხულაზე ნაკლებით დამარცხდი. საბრძოლო დაკიდება გააკეთეს გორელებმა და ხელში მათ აიღეს საბოლოო ჯამში ბურთი. ხო, ალბათ სამყურაშვილს უნდა გაეტანა, აღარ ჭირდებოდა იქ ზედმეტი კაცი რაკში. კუცნიაშვილი გადავიდა აიღე და მიეძალეზე და სად არის ბურთი? როგორც ჩანს გაიწმინდა რაკი და ვერ წაიყო შუკაკიძემ. პროძელი გადმოიყვანა. გალტავა დაბრუნებულა ამასობაში, არ 4 კაცმა გაიყვანა, იმით აერჩი აწეული. მაგრამ არა მოედანზეა ყოჩახ ბატას და 15 აგძელებს თამაშს. გორი პროძელი ჯორჯოლიანი აქ ორი სიტყვით რო ვთქვა, ორი თამაში გორის, ესე საშანდელ ჩემპიონს და ვიცე-ჩემპიონს გოჯი არ დაუთმო არც ერთ თამაშზე. პირველად ამოსული გუნდი, რომელიც საერთოდ პირველად თამაშობს დიდიათის ლიგაში. მე მგონი რომ სხვა გუნდებთან ძალიან კარგი შანსები ექნება. კი, ნამდვილად კარგად გამოიყურებიან. ჯორჯოლიანი, ბერუაშვილი გაიწმინდა ისევ, უკა ბათუმი რა კარგ დაცვას თამაშობს, უკა დააკვირდი. 22-დან უკვე 10 მეტრიანზე ამოიყვანეს. 18 მეტრი წამოუღეს აბარატონი და უთვითო გალდავა წივწივაძე წივწივაძე და გადადევნეს საბოლოო ჯამში. შუკაკიძე რა კარგი იყო თუ დააკვირდი ამასობაში. მანამდე ხადაძემაც შემოჭა, მაგრამ შუკაკიძემ გადაიყვანა დერეფანში და განმოხდა სიტუაცია.
კი ბატონო ის ბოჭოც რა თქმა უნდა კარგია მაგრამ აი ნუ ახლა და დრო ამასობაში უფრო წურება გორს მოიგეს ტერეფანი საბოლოო ჯამში ბათუმელებმა და კიდევ ერთი უპირატესობა აქვთ. ნაკო გოგოლიძე გუნდის კაპიტანმა მიიღო ყვითელი ბარათი. მოდიში მოუხადა თანაგუნდელებს. ხო ეს ყვითელი ბარათი ალბათ უკვე სავალალო იქნება. თან ფეხით გადავლენ შორს ახლა ბათუმელები და ვერ დავინახე. ვლადიმერ გოგოლიძე გუნდის კაპიტანი. 78 წუთი ამასობაში. სადღაც 2 წუთია დარჩენილი თამაშის. დროის ამოწურვამდე და რა ხდება, ვერ გაათამაშეს კარგად დერეფანი ბათუმელებმა საბოლოო ჯამში დარჩათ. და ამოიღეს კიდევაც. და გაძრა აქ და ვილიამსი სავარაუდოდ ლეგოთი დაასრულებს რაღაცა ვარაუდი უნდა ამას 79 წუთისთვის ბათუმმა შეძლო და გარდამტეხი ლელო გაიტანა დღევანდელ შეხვედრაში 32-20 და გარდასახვაც კიდევ შესასრულებელი აქვთ. ლელო ბათუმელთა სასარგებლოდ გაიტანა პიტერ ვილიამსმა ნომერი 11. ხო, საბოლოო წერტილი. გაუცუდა აქ სამწუხაროდ ბოჭვა. თუ არაძეს, თორე შეიძლებოდა დაცვა. უკანა ხედიც ფანტასტიკურია აქ. თუმცა როცა ძალიან დიდი საცობი იქნება, იქ ავტომობილში მსხდომი ხალხი რაღაცით გაერთობა ხოლმე ასეთ დროს. და ძელმა იხსნა ამასობაში. მოზადე 12 ქულას ხოლმე გორ შეუძლია მაინც ლეოს გატანის შემთხვევაში რომ სანუგეშო გლო ჩაიწეროს. ამისთვის ლეო ჭირდებათ. ნუ გარდაუსახავთ. ორი ხელით მოიგეს ბათუმელებმა და ბათუმს დარჩენილი აქვს რომ 30 წამი შეინარჩუნოს ბურთი და შემდეგ გადააგდოს კიდეზე. ხო, წინ თამაში, შანსი გორს. აი ბოლო შერკინება სოსო ჩემი ჩანაწერების მიხედვით 57 წუთზე იყო მთელი, ესე იგი 20 წუთი შერკინების გარეშე ყოფილვართ, რაც ძალიან სასიამოვნოა. სეზონის ბოლოს გამოეცი ლუკა პიასონიას მემუარები შერკინებაზე. კარგი შანსი მიიღო გორმა მატჩის ბოლოს და ნახოთ თუ მოახერხებს ამ თამაშის ბონუს ქულის მოპოვებას. გორის გორი. ხო აქ როგორ წინდა წივწივაძე არის ფრთაზე. ეს კი ბოლო ნოზაცის დარტყმარებით ძელს მოხდა. ჯერჯერობით კარგად გამოიყურება შერკინება და ჟორჟოლიანმა აიღო ეს ბურთი დროულად აიღო უნდა აღნიშნოთ საით იქნებოდა ჯარიმა კაცმა არიცის ძალიან რთულია ხოლმე ეს დროს შერკინების განჟა გადაიწყობოდა აქ გამოვარდნილია როგორც ჩანს და რა კარგი კონტრაქტი აქვს ხელიდან არა მიწიდან წაუღია როგორც ჩანს ეს ბურთი ჯღარკავას და ვახ პატაკალდავს აშკარად ტკივა და
ხო, რა ხდება? რას იზავს? ბათუმი ლელოზე ხო არ წავა ამასობაში? არა, მიდიან, მე მგონი ერთი ლელოს გატანის შემთხვევაში ისინი ბონუს ქულას მოიპოვებენ. სხვა შორის და ასეც იქცევიან, იმის დამიუხედავად რომ მორჩენილია, ბუბანოზე წავიდა დერეფანში და ითამაშებენ ლელოს. დასაფასებელია რა თქმა უნდა ჩემპიონი გუნდისგან. ხო, აი ორი ლელოა გატანილი გორს და ბათუმს აქვს 4. თუ კიდე მოახერხებენ ლელოს გატანას ბათუმელები, 3 ლელოთი მეტი ექნება. ბათუმს და დადებული ბონუს გულასაც ჩაიწერენ თავის ანგარიშზე. ის წყალი გადაიტანეს რა წყლე დრო ჩაირთო, წეწყლი აინთო და თორნიკი გაბელაია ბურთით. წამოიღო გორმა და რა თქმა უნდა გორმა უნდა შეუტიოს. ადარჩენია სხვა ბოჭვარი უნდა გაანთავისუფლონ. ასეც მოიქცნენ როზელი გაიტანა ნინიძე გზადაცემა ჩაიძე ჩაერთო ტუნინდაო სწრაფია ძალიან ის გადააწოდა მთვარაძეს ხო ძალიან ბოჭა და დამბო რა კარგად თამაშობს რაკის გაწმინდა საბოლოო ჯამში მაინც ბათუმელები ცდილობდნენ რომ რაკში სწრაფად გაათამაშა ბროძემა და გაიქცა მიყოლა ჭირდება პასი ტუნინდაუზე თუ გაიქცევა კაპელაიას გაასწრო და ფანტასტიკური პასი მაგრამ აია ბათუმის ბოლომდე აგრძელებს თამაშს მარტო მახათაძე წინ და შორი დარტყმა უკანა მხარეც არიელია და ამით დასრულდება შეხვედრა ნამდვილად. ხო, ფიქრობ რომ გორი მაინც იმსახურებდა ამ თამაში ერთ სანუგეშო ქულას, მაგრამ სპორტია ხდება ასეთები. იყო ბევრი ტექნიკური წუნი ამ თამაში, მაგრამ კარგი მომენტებიც მრავლად იყო. გიგამ შვენიერაძემ კი დაასრულა დღევანდელი მატჩი. მოკლედ ეს იყო და ეს საღამოს 22 საათზე კი არა, ღამე 22 საათზე და 30 წუთზე კი შავი ლომის თამაში გვექნება ბენეტონის წინააღმდეგ. კი, და გელოდებით ხალხო, შაბათკვირაც არ გამოტოვოთ, მრავალი ქართული რაგბი გველოდება წინ. მადლობა რომ იყავით ჩვენთან, ლუკა კილოსონია და იოსებ ჯაფარიძე ვირჯებოდით თქვენთვის. კარგად ბრძანდებოდეთ.